ყველას მოგესალმებით, მე ვარ ეკატერინა, ეს არის ჩემი ვიდეო ბლოგი და დღევანდელ ვიდეოში თქვენთან ერთად დავტესტავ კოსმეტიკის ბრენდს კატრის. ძალიან დიდი ხანია მინდოდა ამ ბრენდის დატესტვა და მოვიდა ეს მომენტიც, როდესაც მე და თქვენ ერთად დავტესტავთ პირველად. ამ პატარა ჩანთაში, კოსმეტიკის ჩანთაში მიწვია რამოდენიმე პროდუქტი, რა თქმა უნდა, ყველაფერი არ მაქვს, რაც მაკიაჟს სჭირდება, მაგრამ საკმაოდ ბევრი პროდუქტი მაქვს. ეხლა ყველაფერს გაჩვენებთ. ესეთი ულამაზესი ჩრდილები გვექნება დღეს. ნახეთ, როგორი ლამაზი ფერებია. ასევე მაქვს ესეთი ჰაილაიტერი და კონტურინგი სახის სკულპტურირებისთვის. ორნაირი ტუჩსაცხი მაქვს. ასევე ორნაირი კონსილერი, ერთი თხევადი და ერთი ესეთი. კიდევ მაქვს ფანქარი თვალის, ესეთი ყავისფერი და ტუში, რა თქმა უნდა, ტუშიც მაქვს. პირველი პროდუქტი, რასაც თქვენთან ერთად დავტესტავ, იქნება ესეთი კონსილერი, კატრისის Ultimate Camouflage, რომელიც არის 020 ნომერი, light beige. აბა ვნახოთ. ესეთი ფერი არის, ვეჭვობ, რომ ძალიან ღია იქნება ჩემთვის. ვფიქრობ, ერთ თვალზე დავტესტავ ამ კონსილერს, ხოლო მეორე თვალზე ამას. მე ვფიქრობ, ცოტა ღია არის. ისე საკმაოდ კარგად ფარავს ყველაფერს. ეხლა ასევე ვეცდები ამ კონსილერით დავფარო ეს გაღიზიანებული ადგილები. და ძალიან ჯერჯერობით ძალიან მომწონს, კარგად ფარავს ნამდვილად. დღეს ჩემი კანი ნამდვილად არ არის იდეალურ მდგომარეობაში, როგორც ხედავთ. ვფიქრობ, ეს კონსილერი ძალიან კარგად ფარავს ყველაფერს. ეხლა მაინტერესებს ეს თხევადი. ეს არის 022 Natural Biscuit. ნახოთ, მე მგონი ეს უფრო ღია იქნება. აბა ნახოთ. რაღაც მოყვითალო ფერი არის. მაგრამ მე მომწონს მოყვითალო ფერი, ტონალურებიც და კონსილერებიც. ვფიქრობ, რომ მე უფრო მიხდება. ესეც ძალიან კარგად ფარავს. ასე გოგოება, როგორც ხედავთ, აქეთ წავისვი ეს თხელი კონსილერი, ხოლო აქეთ ეს კამუფლაჟი. დაწერეთ, რომელი უფრო ბუნებრივად გამოიყურება და რომელი უფრო მომიხდა. ჩემი აზრით ორივე ძალიან კარგი არის, ორივე მომწონს, მაგრამ ეს ფერი უფრო მეტად ბუნებრივად ჩაჯდა პირდაპირ ჩემს ამ ფერებში. რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ, თუმცა ესეც არ არის არანაირად ცუდი, უბრალოდ ოდნავ ღია არის, ვიდრე ეს და მოკლედ ჩემზე უფრო ღია გოგონებს ასევე მოუხდებათ, ვფიქრობ ეს, თუმცა ეს არ ამგონია, იმიტომ რომ ეს უფრო შავგრემან გოგოებს მოუხდება ჩემი აზრით. ეხლა დავტესტოთ ეს კონტურინგის პალიტრა. ესეთი საკმაოდ ღია ფერები არის. საკმაოდ ისეთი სადა ფერი არის. ყოველდღიურობაში ძალიან კარგი იქნება ჩემი აზრით. ძალიან თეთრი კანი ვისაც გაქვთ, მე მგონი იმათაც მოგიხდებათ, უბრალოდ თავარია ძალიან ისე დაიდოთ. ზომიერად და ზედმეტი არ მოგივიდეთ. მე მომწონს. და უკვე ვიცი, რომ ეს ჰაილაიტერიც ძალიან მომეწონება, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ფერი არის. ცოტა ზედმეტი მომივიდა. ყოველდღიურობაში ესე არ ვისვამ, მაგრამ დასატესტად საინტერესოა. შემდეგი ბლაში. ესეთი.
ეს ბლაში ძალიან კარგად ისმევა, ზედმეტი ნამდვილად არ მოგივათ. ძალიან ისეთი არის სადა, დელიკატური. და შეგიძლიათ არეგულიროთ, რამდენს წაისვამთ. ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ ჩრდილებზე. ამ ჩრდილებს მოყვება აი ესეთი ძალიან წვრილი ფუნჯი, სტრელკების წასასმელად გამოგვადგება. აი ესეთი ჩრდილები. მე ვფიქრობ, სამნაირი მაკიაჟის გაკეთება შეიძლება. აი მაგალითად ვიფიქრე, ეს იასამნისფერი, ეს ღია ჭყიალა იასამნისფერი და ვარდისფერი ერთად ძალიან ლამაზი იქნებოდა. ასევე ეს ვარდისფერი და ეს ჭყიალა ვარდისფერი და ეს ყავისფერი მოუხდებოდა ერთმანეთს და აი ეს ისეთი უნივერსალური ფერია, რომ ყველა მაკიაჟს მოუხდება, მე მგონი, შიდა კუთხეში რომ წაისვათ და გამოიღიავოთ ან წარბის ქვეშ, ხოლო აი ეს სტაფილოს ფერები და ეს მოყვითალოც მოუხდებოდა ერთმანეთს და ეხლა არ ვიცი რომელი ავარჩიო. ეხლა ცოტა ხანი ჩოლკას გადავიწევ, რომ კარგად გამოჩნდეს თვალები. დავიწყებ მაკიაჟის გაკეთებას. აქეთ წავისვათ ცოტა კონსილერი, აქეთა თვალზე არ გვისვია კარგად. ის მეორე თვალი კარგად არის გამოღიავებული და ეს ისე დამრჩენია. აი ესე მოვამზადოთ თვალის ქუთუთო ჩრდილებისთვის. დავიწყებ აი ამ იასამნისფერი ჩრდილით. ისევე როგორც ბლაში, ჩრდილებიც არ არის ისეთი, რომ ლაქასავით დაგეტყოთ ერთი დადებით, ანუ ზედმეტი არ მოგივათ. პირიქით, ანუ თუ გინდათ ძალიან მკვეთრი ფერი, უნდა დაამატოთ ძალიან ბევრი ფენა. და როგორც მეგონა, ისეთი პიგმენტური არ არის და ერთი მხრივ კარგიც არის ეს, იმიტომ რომ ზედმეტი არ მოგივათ და ფერის უფრო მკვეთრი ფერის შესაქმნელად გჭირდება ძალიან ისე აკურატულად დამატება ფერების. აი ესე გამომივიდა ეს იასამნისფერი. ამაზე მეც ჯერჯერობით ვერ ვამუქებ. შემდეგ მინდა ვცადო აი ეს მბზინვარე ვარდისფერი, ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება. ცოტა ისეთი არის ნოტიო, თითქოს ეს ჩრდილი. არ არის მშრალი. ფერი ძალიან ლამაზია, მე ვფიქრობ. ძალიან ლამაზად იდება. კიდევ შემიძლია გამოვიყენო აი ეს ფერი. წეგან რომ ჰაილაითერი გამოვიყენე, იმის მსგავსი ფერი არის. ისეთი მობეჟისფრო მოთეთრო ფერი არის. მე როგორც გითხარით, წარბის ქვემოთაც შეიძლება ესეთი ფერის დამატება. და აი ესეთი გამოვიდა ამ ჩრდილებით. ერთი თვალი. ეხლა მოდით მეორე თვალზე სხვა ფერები წავისვათ, რადგანაც ამდენი არჩევანი გვაქვს, ვცადოთ უფრო თბილი ფერები, აი ეს მოსტაფილოსფრო ფერები. აი ეს ფერი მაინტერესებს. ეს ფერი უფრო პიგმენტურია აშკარად. აი ესეთი ნაირ-ნაირი თვალები მაქვს. შუაში წავისვამ აი ამ ღია ფერს. ეს არის მატის ჩვეულებრივი ჩრდილი, რომელიც ძალიან კარგად ისმევა თითებით და მინდა ასევე აი ეს ბზინვარე ჩრდილიც გამოვიყენო. ოღონდ არ ვიცი, ახლა შეიძლება ვინანო, რასაც ვაკეთებ. მაგრამ უნდა ვცადო. ამ ადგილას მინდა რომ წავისვა. აი ესე გამოყავი ეს შიდა კუთხე და ვფიქრობ, ცუდი არ არის. ზუსტად აი ამ პალიტრის ფერებში გამომივიდა თვალები, სტაფილოსფერი, იასამნისფერი. აბა, რომელი ფერი უფრო მოგწონთ?
და ეს ყავისფერიც რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს უკვე შემდეგ ვიდეოში, მაკიაჟის ვიდეოში ვცდი და გამოვიყენებ სხვა ფერებს, რაც დამრჩა. ვაგრძელებ პროდუქტების დატესტვას და მაქვს ესეთი ფანქარი. ძალიან მაინტერესებს, რა სიზავს ეს ფანქარი, როგორც თვალის ზემოთ, ისევე თვალის შიგნით. აი მაგალითად, აი აქ როგორც აისმევა, მაინტერესებს. ძალიან კარგად ისმევა, მე მგონი. საკმაოდ მკვეთრად წაისვა. ესეთი ფანქრები ხშირი არ არის. როგორც ხედავთ, ეს არის საკმაოდ მკვეთრი ყავისფერი ფანქარი. აი ესე გამოიყურება და მოდით აბა ვნახოთ ჭრდილებზე თუ არ გაუჭირდება. არა ძალიან კარგად ისმევა. თითქოს თხევად ლაინერს ვისვამ, ისეთი შეგრძნება მაქვს. ძალიან კარგად სრიალებს, საერთოდ არ არის გამშრალი. ძალიან მომწონს ეს ფანქარი ხალხო. ძალიან კარგი. ძალიან კარგია. ძალიან მომწონს. ბზინავ ჭრილზე ოდნავ უფრო უჭირს წასმა, მაგრამ მაინც კარგად ისმევა. ძალიან კარგი არის. ძალიან მომეწონა ეს ფანქარი ნამდვილად. თან კარგი ის არის, რომ საიტზე იყო სხვადასხვა ფერები, მე მგონი იასამნისფერი, მწვანე, ლურჯი და ესეთი ფერებიც იყო და ძალიან მაგარია თუ ის ფერებიც ესეთი მკვეთრი იქნება თვალზე, მაშინ აუცილებლად ვიყიდი ხოლმე, იმიტომ რომ მე მიყვარს ესეთი ფერადი ლაინერები. თუმცა ხშირად არ ვიყენებ, იმიტომ რომ კარგი ხარისხი იშვიათია ხოლმე. ძირითადად არც ისმევა ხოლმე კარგად და აი ეს კატრისი მომეწონა ყავისფერი და ვნახოთ მე ფერადებსაც დავტესტავ და შავიც ალბათ კარგი იქნება. უბრალოდ მე ძალიან მიყვარს ყავისფერი ფანქარი ჩემზე, ამიტომ მიხარია რომ ეს ფანქარი ძალიან პიგმენტური აღმოჩნდა. შემდეგი გვაქვს ტუში. ტუშით შეგვიძლია დავტესტოთ. აი ესეთი სქელი ფუნჯით არის და მოდით ვნახოთ ტუში. ეხლა სპეციალურად არ ავიპირიხე წამწამები, მაინტერესებს აპრექვის გარეშე თვითონ როგორ ამიპრიხავს. ცუდი ტუში ნამდვილად არ არის, უბრალოდ უკეთესებიც მქონია. მაგრამ ცუდს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ნორმალურად ამიპრიხავ, ფიქრობ წამწამები. თქვენ როგორ ფიქრობთ? დაწერეთ კომენტარებში და გადავიდეთ ტუჩ საცხებზე. მე მაქვს ორნაირი, მაქვს ესეთი წითელი კატრისის და მაქვს ესეთი ვარდისფერი. არ ვიცი რომლიც დავიწყო. ეს ვარდისფერი ალბათ ამ მაკიაჟს მოუხდებოდა და წითელი ამას. ამიტომ ვფიქრობ ნახევარ-ნახევარს წავისვამ. მაგასაც ახლა თვალები ეგრე წავისვი, ტუჩებმა რა დააშავეს და დავასრულებ დატესტვას. აი ესეთი გლოსი არის კატრისის Plump Up. ანუ ადიდებს ტუჩებსო. და მოდით აბა გავიდიდოთ ერთი მხარე. ძალიან კაი სუნი აქვს. ესეთი ვარდისფერი კევები რომ არის, ხო იცით, ეგეთი სუნი აქვს. ძალიან მომინდა რომ მთლიან ტუჩებზე წავისვა, მაგრამ აი ესეთი მაკიაჟი.
ეხა ერთ მხარეს გამიდიდებს და მეორეს არ. ესე. და აქეთ წავისვათ. აი ესეთი წითელი მატი ტუჩსაცხი. ეს ტუჩსაცხი ისეთი წეტიანია, რა კანტორიც არ დაგჭირდებათ. რამდენადაც შემეძლო სწორად წავისვი. ესეც ჩემი ორმაგი მაკიაჟი. აბა კარგად დააკვირდით და უნდა აირჩიოთ კომენტარებში. ეს მაკიაჟი თუ ეს მაკიაჟი. სანამ თქვენ დაწერთ კომენტარებში, რომელი მაკიაჟი უფრო მოგეწონათ, მე ავირჩევ ერთ-ერთს და დაგიბრუნდებით უკვე ერთიანი მაკიაჟით, რომელი მეტი ანამით, არ ვიცი, მოვიფიქრებ. მანამდე დაწერეთ კომენტარებში, რომელი უფრო მოგწონთ თქვენ და მოდით ახლა ჩემი არჩევანიც ვნახოთ. აი, როგორც ხედავთ, არ ვიცი, გამოიცანით თუ არა, მაგრამ ავირჩია ესეთი მოწითალო, მოსტაფილოსფრო, ცოტა უფრო თბილი მაკიაჟი. არ ვიცი, რატომღაც ესე მომინდა. ეს უფრო მომეწონა ამჯერად, თუმცა ის ფერები, ჩემი საყვარელი ფერები არის და უფრო ხშირად ვიყენებ ხოლმე და შეიძლება ამიტომ ამ ფერებს უფრო იშვიათად რახან ვიყენებ. გადავწყვიტე, რომ ეხლა ამ ვიდეოში დამეტოვებინა ეს მაკიაჟი. და ეხლა რაც შეეხება კოსმეტიკას, მოდით რიგრიგობით მივყვეთ და ყველაფერზე გეტყვით ჩემს შთაბეჭდილებებს. დიდად ეხლა ბევრი არ მისაუბრია, უბრალოდ ვისვამდი და ვაკვირდებოდი ამ კოსმეტიკას. იმედია, რომ თქვენც ალბათ გაქვთ თქვენი დასკვნები და წერეთ კომენტარებში თუ გაქვთ ეს კოსმეტიკა და თუ მოგწონთ. მოდით ეხლა რიგრიგობით მივყვეთ, ესე იგი ეს კონსილერები ორივე ძალიან მომეწონა. მართლაც ადრეც მსმენია კატრისის კონსილერების შესახებ, ლეგენდები დადიოდა ხოლმე beauty ბლოგერებში, მე ძალიან ადრე რომ ვუყურებდი ხოლმე და როგორც მახსოვს, beauty ბლოგერები ყოველთვის აქებდნენ და ადიდებდნენ ამ კონსილერებს და სულ მინდოდა ამას უბრალოდ ეს ახალია უფრო მე მგონი ახალი გამოშვებაა და ეს ადრეც სულ იყო ხოლმე. ოღონდ კიდე მაინტერესებდა ატმისფერი ქონდათ ხოლმე, მაგრამ ეხლა არ ვიცი ვერ ავარჩიე ესე ინტერნეტი. მე ადგილზე რომ მივალ, იქიდან ვიპოვო ის ატმისფერი, მაგრამ ესეც არ არის ცუდი ფერი და ესეც ძალიან მომეწონა, ძალიან კარგად ჩაჯდა. ნაოჭებში არ ჯდება, ძალიან კომფორტული არის თვალზე, რავი ჯერჯერობით და რა ვიცი, მე მომწონს, კარგად ფარავს და ადვილად არ ჩამოგძვრებათ, როგორც არის ხოლმე ზოგიერთ შემთხვევაში. ვნახოთ აბა. კიდე დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შევხედავ, თუმცა პირველად ის შთაბეჭდილება ესეთია. ჩრდილებით ძალიან მომეწონა, როგორც ნახეთ თავიდან ესე უცეფარი დება ძალიან სკლად და ისეთ მკვეთრად, მაგრამ მე ესე უფრო მომწონს, იმიტომ რომ უფრო ნაკლები შანსია რომ რაღაცა ლაქებად დაგეტყოთ, ამიტომ ძალიან კარგი არის ჩრდილებით. რა ვიცი, მე მომწონს ეს ფერებიც განსაკუთრებით, ყველა ძალიან კარგი ფერია. ეს ბლაშიც იდეალურია, მე ესეც ფერი ძალიან მიყვარს. ნახეთ, აქ რამოდენიმე ფერი არის და ეს ყველაფერი ერთად ქმნის ძალიან ისეთ ბუნებრივ ფერს და ძალიან მომწონს. და ასევე აქვს ბზინვარე ნაწილაკები. ძალიან მომეწონა აი ეს პალიტრა, აქ არის ორივე ძალიან კარგი და საჭირო პროდუქტი, ჰაილაითერი და კორექტორი. ვფიქრობ, რომ ორივე მომიხდა.
ჩემს სახეზე და ვფიქრობ ღია ფერის გოგოებსაც მოუხდებათ რაღაცნაირი უნივერსალური არის, ეს არის 010 out of office ესე ქვია. ტუში როგორც გითხარით მომეწონა, მაგრამ არ გავგიჟდი, ამაზე უფრო ისეთი ტუშებიც მინახავს. მაგრამ მე წავში ერთი ფენა პრინციპში, მეტი ფენა რომ წამისვა, ალბათ უფრო მეტად ამიპრიხავდა, მაგრამ არ მიყვარს ხელოვნური ეფექტი, ამიტომ აი ესე როგორც არის ესეთი ტუში არის, მოკლედ თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები. ეს ტუჩსაცხი, რომელიც ახლა მისვია, წითელი, კატრისი, აი ესეთი ძალიან კლასიკური წითელი არის, ულამაზესი ფერია, ნამდვილად და ძალიან მომწონს ეს არის 090 Blame the Night. ძალიან კლასიკური წითელი ლამაზი ფერი არის. ასევე ეს გლოსიც ძალიან მომეწონა. ესე კლასიკურად ამიწვა ტუჩები Plump It Up აწერია და ალბათ ამიტომ ყველა ის ტუჩსაცხი, რომელსაც აწერია რომ ტუჩებს ადიდებსო, ყოველთვის ესე წვავს და ამჯერადაც ესე მოხდა, თუმცა ძალიან ლამაზად ზის ტუჩებზე, მართლაც ისეთი ბუთქუჩა ტუჩების ეფექტს აძლევს. ესეც ძალიან მომეწონა, ეს არის ფანქარი, ყავისფერი, ძალიან მკვეთრი არის, როგორც ნახეთ, შიგნითაც, ანუ საცრემლე ხაზზეც და ისედაც კარგად ისმევა და ეს ძალიან მომწონს, არ ვიცი მეტი რა გაქნას კატრისმა. ფასებით ბიუჯეტური არის სხვა ბრენდებთან შედარებით და რა ვიცი, აბა მე ძალიან მომეწონა. ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან. მოდით სვოჩებსაც გაჩვენებთ რა ხანაკ ვარ. აი ესეთი სვოჩები. ყველაზე პიგმენტური ფერი მეწავში, როგორც ხედავთ. მოკლედ ესეთი იყო ჩემი ვიდეო. მინდა გთხოვოთ რომ დაწეროთ თქვენი ფავორიტი კოსმეტიკა, ანის კოსმეტიკა, რომელიც გაინტერესებთ და გინდათ რომ დავტესტო ვიდეოში, რომელსაც უფრო მეტი ლაიქი ექნება, ვეცდები რომ ის კოსმეტიკა შევიძინო და დავტესტო. ყველას ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე კი გკოცნით მომავალ ვიდეომდე. კარგად!